მოგესალმებით, ეთერშია გურიის ახალი ამბები, მე თამთა დოლიძე ვარ. ალეკო ელისაშვილი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. სასამართლო მან დღეს შუადღესით დატოვა. ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის აღკვეთის ღონისძიების სახის შეცვლის მოთხოვნით სასამართლოს პროკურატურამ მიმართა. მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. უცბად მითხეს რომ მივიდიოდი პროცესზე. სიმართლე გითხრათ, ვერაფრით ვერ ვიჯერებდი, იმიტომ რომ მე ადვოკატთან კონტაქტი არ მქონდა, ძალიან გულახდილად რო გითხრათ, მეგონა რომ სადღაც აცემრად მივყავდი, იმიტომ რომ ისე საიდუმლო ვითარებაში მეუნებოდნენ რომ უნდა წაგიყვანონ, მეთქი არ ეგონოთ რომ მეშინია თქო და ველოდებოდი ბადრაკის მანქანასთან. აღმოჩნდა რომ გარეთ მიშვებდნენ და არ ამცემდნენ და რომ ეს ჯობია ყოველ შემთხვევაში. პროკურატურას ჰქონდა სამარცხვინო პოზიცია, რომ ელისაშვილიო უცხოეთშიო კავშირები აქვს ელისაშვილს 30-იან წლებში ბოლშევიკები, ტრიბუნალი და ტროიკა იყო ზუსტად მაშინ იძახდნენ და ასე ასამართლებდნენ მაშინ, რა ვიცი მე, მიხეილ ჯავახიშვილს თუ რა ვიცი, მაზნიაშვილს. მათ თავს კი არ იმაშვები, უყადრებ, მაგრამ კი არა და არ მგონია რომ მათსავით ვარ, მაგრამ ასეთი არგუმენტაცია იყო, რომ უცხოეთში მიიმალებაო. და ეხლა ამ დღეში რა მოხდა? ეხლა არ მივიმალები? შუამდგომლობით შემოვიდა პროკურატურა, რომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შესული იყო გირაოთი, მოთხოვნა ჰქონდა 5000 ლარის ოდენობით, თუმცა შეამცირა სასამართლომ და 4000 ლარი შეუფარდა. თუმცა ჩვენ სასამართლოზე ვითხოვდით, რომ აღკვეთი ღონისძიება საერთოდ არ ყოფილიყო გამოყენებული, ვინაიდან აღნიშნულ საქმეში ალეკო ელისაშვილი არის უდანაშაულო, თავს დამნაშავედ არ თვლის და სასამართლოზე მოსამართლესაც და პროკურორსაც უთხარი, რომ ერთადერთი თუ ვინც ჩაიდინა დანაშაული, ეს არის ქართული ოცნების მხარდამჭერი პარტიის წევრი ალი ბაბაევი. ბრალდების ხარემ მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ დღეს მდგომარეობით ამ ეტაპზე არ იყოს საჭირო აღკვეთ ღონისძიების სახით ყველაზე მკაცრი ღონისძიების პატიმრობის გამოყენება, ვინაიდან ნაკლებად მკაცრი აღკვეთი ღონისძიებას გირაოს უზრუნველყოფდა სამართლის კოდექსის გათვალისწინებულ მიზნებს. სწორედ ამიტომ ჩვენ დავაყენეთ შუამდგომლობა, სასამართლომ განიხილა, გაიზიარა და დააკმაყოფილა იქ შესაბამისად ბრალდებული სიმართლე გამოყენებული იქნა აღკვეთ ღონისძიების სახით გირაო 4000 ლარის ოდენობით. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ჩვენს ქვეყანაში განვითარებული ვითარება და საპასუხო ზომები განიხილეს. საქართველოში მოვლენები არ მიდის სწორი მიმართულებით. რა შეგვიძლია გავაკეთოთ? ერთი საკითხია სანქციები, მეორე კი უვიზო რეჟიმის შეზღუდვა, აცხადებს კაია კალასი. ჩვენ გქონდა ეს დისკუსიები. ჩვენ ვართ 27 დემოკრატიული ქვეყანა საკუთარი აზრებით და ამას სჭირდება დრო. ჩვენ წარმოვადგინეთ სია იმ ხალხის სანქციების, რომლებიც როგორც იცით, იყენებენ ძალას ოპოზიციის წინააღმდეგ. ჩვენ ასევე განვიხილავთ უვიზო რეჟიმს, თუ როგორ უნდა შევზღუდოთ ეს და არიან წევრი სახელმწიფოები, რომლებსაც სურთ კომისიისთვის ამ წინადადების შემუშავების დავალება. უპირველეს ყოვლისა, ეს სია უკვე შემოთავაზებულია, ასე რომ ჩვენ განვიხილავთ ამ სიას, მაგრამ ყველა უნდა დათანხმდეს სიას და ჩვენ ჯერ არ შევთანხმებულ ვართ. შეეხება საპრეზიდენტო არჩევნებს, პრეზიდენტი თანამდებობაზეა 29 დეკემბრამდე და ძალიან ბევრი რაღაც შეიძლება მოხდეს მანამდე. ცოტა ვშიშობ, რომ ჩვენ თუ ვიტყვით, რომ სანქციები უნდა დავაწესოთ არჩევნების გამო, მაშინ ჯერ უნდა გავიგო და მოვისმინო, რომ იყო გაყალბება, რადგან გულწრფელად რომ ვთქვათ, საქართველოში არჩევნებს ასობით დამკვირვებელი აკვირდებოდა. ამიტომ ჩემთვის მნიშვნელოვანია ვიხილო, იყო თუ არა გაყალბებები და ეს არ ხდება, იმიტომ რომ არ მოგწონს არჩევნების შედეგები და ამიტომ ახლა უნდა დავსაჯოთ. მაგრამ საქართველოს მთავრობის ქცევა მიუღებელია. მომიტინგეების დასჯა, ასეთი ძალადობის გამოყენება მათ წინააღმდეგ მიუღებელია. ამ შემთხვევაში პასუხისმგებელი პირები უნდა დავსაჯოთ. ჩვენი მედი გვაქვს, რომ საჭირო ნაბიჯებთან დაკავშირებით შეთანხმება მოხერხდება, როდესაც ვხედავთ რა ხდება თბილისის ქუჩებში, როდესაც ვხედავთ, რომ ოპოზიციის ლიდერები დააკავეს და როდესაც ვხედავთ, რომ აქციის მონაწილეებზე ძალადობენ. ამის იგნორირებას ვერ მოვახდენთ და ვერ დავეთანხმებით. ლიეტუვამ უკვე დააწესა სანქციები თითქმის 30 პირის მიმართ, რომლებიც უშუალოდ იყვნენ ჩართულები ოპოზიციის პროტესტის სასტიკი ჩახშობის ორგანიზებაში. ჩვენ ასევე მოვუწოდეთ ევროკავშირს შემოიღოს სანქციები ამ პირების წინააღმდეგ. კიდევ ერთი საკითხი, რომელიც დღის წესრიგში დგას, ეხება უვიზო მიმოსვლის რეჟიმს. ჩვენ უნდა ავკრძალოთ ის დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მქონე პირებისთვის. ეს არის მინიმალური, რაც უნდა გავაკეთოთ და ასევე უნდა გავაკეთოთ გზავნილი, რომ შეგვიძლია ასეთი აკრძალვა მომავალში გავაფართოვოთ. მესამე არის ტექნიკური და პოლიტიკური მოლაპარაკებების შეჩერება საქართველოსთან. ევროკავშირის საქართველოს ასოცირების შეთანხმების ჩარჩოში, ასევე შევაჩეროთ ნებისმიერი ინსტიტუციური მოლაპარაკებები საქართველოს სამთავრობო ინსტიტუტებთან და ასევე შევაჩერეთ ინსტიტუტების ფინანსური დახმარება. ჩემი პოზიცია შემდეგია. მე უკიდურესად შეშფოთებული ვარ საქართველოში მიმდინარე მოვლენებით და ჩვენ უნდა დავაწესოთ სანქციები მათ წინააღმდეგ, ვინც ასე ხისტად მოექცა აქციის მონაწილეებს. ესტონეთმა დამატებით მაღალი რანგის 14 ოფიციალური პირი შეიყვანა სასანქციო სიაში. მათ შორის არის საქართველოს პრემიერ-მინისტრი. დღეს ჩვენ იმედი გვაქვს, რომ შევძლებთ შეთანხმების მიღწევას, დიპლომატიური და სამსახურეობრივი პასპორტების მქონე
პირებისთვის და გარკვეული პერსონებისთვის აკრძალვის დაწესებაზე, მაგრამ ეს იქნება უფრო ხანგრძლივი დისკუსია, რადგან ის რაც ხდება ახლა საქართველოში, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არაა დემოკრატიული. ძალადობა ადამიანის უფლებების მიმართ კრიმინალური ქმედებებია და ასევე მე ადრეც ვთქვი, რომ არ ვაპირებ ვაღიარო არჩევნების შედეგები, როგორც გამჭვირვალე, პატიოსანი და დემოკრატიული. ეს ასე არ იყო. ამიტომ მოხარული ვარ, რომ ამ საკითხს განვიხილავთ დღეს. თბილისის მასშტაბით საპროტესტო მსვლელობები გრძელდება. სხვადასხვა თემატურ აქციასთან ერთად მსვლელობა გამართეს კურიერებმაც. ისინი ჯანდაცვის სამინისტროდან თბილისის საქალაქო სასამართლოსკენ გაემართნენ. პროტესტის მონაწილეების განცხადებით ისინი მიმდინარე აქციების დროს დაკავებულებს, მათ შორის 19 წლის კურიერს სოლიდარობას უცხადებენ და მათ გათავისუფლებას ითხოვენ. მიმდინარე პროცესების ფონზე ბევრი ჩვეულებრივი ადამიანი დაზარავდა, დააკავეს, ცემეს, არ ვიცი, სასწაულები ხდება და ჩვენ რა თქმა უნდა სოლიდარობას უცხადეთ ამ ხალხს, ვიდრე შეგვიძლია გვინდა როგორც ჩირავდიეთ ელემენტარული, ამ თუნდაც ჩვენი გვერდში დგომის ერთ-ერთი შესაძლებლობა რაც არის მშვიდობიანი მარში და იმის მოთხოვნა, რომ განთავისუფლდეთ უკანონო პატიმრებს. ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე სისტემის მიერ დაკავებულია ერთ-ერთი კურიერი 19 წლის და მის მხარდასაჭერად შეიკრიბნენ კურიერები, ასევე ჩვენი ქვეყნის მხარდასაჭერად და საზოგადოების სოლიდარობის გამოსაცხადებლად თქვენ ალბათ გახსოვთ კურიერები, რომლებიც ყველა სოციალური პროტესტის მიმართ არიან სოლიდარული და დღესაც გადაწყვიტეს, რომ მარშით დაეხმარონ და გამოხატონ საკუთარი მხარდაჭერა თავის კოლეგის მიმართ და ქვეყნის მიმართ, რომელიც ამ მდგომარეობაშია. ოპოზიციონერი ლიდერები მესამე სექტორის წარმომადგენლებსა და ექსპერტებს შეხვდნენ. დისკუსია თითქმის 2 საათის მანძილზე მიმდინარეობდა. მათ იბრძოლეს ქვეყნის შიგნით არსებულ ვითარებაზე და ქვეყნის გარეთ გასატარებელ გეგმებზეც. ძალმომრეობითი სამართალდამცავი სისტემის ჩამოშლა და ამაზე რა უნდა გავაკეთოთ და ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ვისაუბრეთ ასევე საგარეო ასპარეზზე რა ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას ერთობლივად. ჩვენი ამოცანა არის რომ კოორდინაცია პოლიტიკურ პარტიებს ექსპერტულ ჯგუფებს საზოგადოებას შორის იმისთვის რომ უფრო და უფრო მძლავრი იყოს წინააღმდეგობა რომელსაც უწევთ არალეგიტიმურ ხელისუფლებას. დღეს მიღწეული მიზანი რაც არის ამაზე შემიძლია მკაფიოდ თქვა აღიარება ქართულ ოცნებების რეჟიმს არ აქვს. ძირითადად აქ საუბარი არის პირველ რიგში იმაზე, რომ კოორდინირებული იყოს ყველა გზავნილი, რომელთაც ჩვენ ველაპარაკებით ჩვენს მეგობრებს იმ ორ მთავარ ამბავთან დაკავშირებით. პირველი ის, რომ გადაწყვეტილებებით, რომელიც მიიღება, არ უნდა დაზარალდეს ჩვენი მოსახლეობა, მაგალითად, რომ ავიღოთ უვიზოს შეჩერება აუცილებლად უნდა გავრცელდეს მაღალი თანამდებობის პირებზე, პოლიტიკური თანამდებობის პირებზე, რეპრესიული რეჟიმის წარმომადგენლებზე, ადამიანებზე, რომლებიც ძალადობენ ხალხზე, მაგრამ ის არ უნდა შეეხოს ჩვენს მოსახლეობას. იმჯერად ერთის მხრივ იმაზე თუ რა შეგვიძლია გავაკეთოთ ერთად, ისევე როგორც მათ შორის შევთანხმდით, რომ რეგულარული ფორმატები იქნება შეხვედრების გამომდინარე საფრთხეებიდან ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, გაცხადებული უსაფრთხოებისთვის და გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ყველას შეგვიძლია ძალისხმევის გაერთიანება იმისთვის, რომ ქართველი ხალხის ბრძოლა ევროპული მომავლის დასაცავად იყოს საბოლოო ჯამში დასრულებული ხელახალი არჩევნების, ისევე როგორც უკანონო პატიმრების გათავისუფლებით. ჩვენ გავუზიარეთ ჩვენი მეთოდები, რა მეთოდებითაც კომუნიცირებთ დასავლეთთან და მათ გაგვიზიარეს მათი მეთოდები, როგორ მუშაობენ ისინი დასავლეთთან. ანუ ერთობლივად შეთანხმება ესა კონკრეტულად არაფერს არ მომხდარა. ჩვენ მიმსჯელეთ და განვიხილეთ თემები, რა თემებზე უნდა გავაკეთოთ აქცენტირება და რა თქმა უნდა, მთავარ თემას წარმოადგენს ის, რომ მოძალადე რეჟიმის წარმომადგენლები დასაჯოს დასავლეთმა და დასჯაში გულისხმობს სწორედ სანქციები. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2025 წლის ბიუჯეტის კორექტირებული პროექტის განხილვა იწყება. 17 დეკემბრიდან საკრებულოს კომისიები და ფრაქციები მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტს წინასწარ განსაზღვრული გრაფიკის შესაბამისად განიხილავენ. მერიის მიერ წარმოდგენილი პროექტის მიხედვით მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტი 41.130.000 ლარს შეადგენს, რომელიც პრიორიტეტებში გადანაწილდება. კინოთეატრ ოზურგეთის წინ ჭადრების ბაღში ფოლკლორულ ანსამბლ იადონის ვარსკვლავი გაიხსნება. მანამდე 5 საათზე კი ოზურგეთის დრამატულ თეატრში ანსამბლის საიუბილეო კონცერტი გაიმართება. ღონისძიების ორგანიზატორები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია და ოზურგეთის კულტურის ცენტრია.
ახლა კი ჩვენს ეთერში სტუდია ვაშინგტონის დროა. ვაშინგტონი აგრძელებს საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე დაკვირვებას და თბილისში მომხდართან დაკავშირებით მწვავე განცხადებების გაკეთებას. აქ ვარ, რათა ვისაუბროთ საქართველოში შექმნილ სიტუაციაზე, რომელიც თანდათან უარესდება. მშვიდობიანი პროტესტის გაკონტროლების მიზნით მთავრობამ საპასუხო სასტიკი ძალა გამოიყენა. ბოლო 2 კვირის განმავლობაში ჩვენ ვიხილეთ ქართული ოცნების მიერ ოპოზიციონერ პოლიტიკოსთა, მედიისა და აქციების ორგანიზატორთა სამიზნეში ამოღება. მათ არა მარტო ძალა გამოიყენეს ხალხის დასაშლელად, არამედ ადამიანებს დევნიდნენ საკუთარ სახლებში, ცემდნენ და აკავებდნენ. ეს არ არის დემოკრატია. ქვეყანა მათ შორისაა, ვინც ბოლომდე ვერ მოიცილა რუსეთის გავლენა. რუსეთის იმპერიის აჩრდილები საქართველოში ჯერ კიდევ დარჩა და ეს ყოველივე აისახება იმ მოვლენებზეც, რაც დღეს იქ ხდება. ტაქტიკა, რომელსაც მთავრობა იყენებს, რუსულია. ის მოიცავს სისასტიკესა და წამებას, დაკავებებს, ყველაფერს რისი მოწმეც ძველად საბჭოთა კავშირის დროს ვიყავით. ეს არ არის ის, რაც ქართველ ხალხს სურს. მაშფოთებს ის, რაც დღეს საქართველოში ხდება და ის, რომ რუსეთი ცდილობს მასზე გავლენა იქონიოს. გააკონტროლოს არჩევნების შედეგები. გულწრფელად გითხრათ, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიმართული უზარმაზარი ძალისხმევის შემდეგ აშკარაა, რომ რუსეთი ისევ ცდილობს კონტროლის დაბრუნებას. ამას ის არა მარტო საქართველოში, არამედ მოლდოვაშიც აკეთებს და უკრაინაში ომიც იმაზე მიუთითებს, რომ რუსეთს ყოფილი საბჭოთა კავშირის აღდგენა სურს. დასავლეთში გაკეთებული მწვავე განცხადებების პარალელურად საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თავისი პირვანდელი განცხადების შემდეგ ამტკიცებს, რომ მას არ უთქვამს თითქოს ქვეყნის საგარეო კურსი იცვლება. პირიქით, მართველი გუნდი ამბობს, რომ განაგრძობს რეკომენდაციებისა და ვალდებულებების შესრულებას და ქვეყანა ევროკავშირის წევრი მაინც გახდება. ერთადერთი მიზეზი კი, რატომაც ქართულმა ოცნებამ ეს გადაწყვეტილება მიიღო, მათივე განმარტებით არის ის, რომ სურდათ თავიდან აერიდებინათ შანტაჟი ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნა არ გახსნის საკითხით. თბილისში მიმდინარე აქციებზე დემონსტრანტთა მოთხოვნებს შორის ერთ-ერთი უმთავრესი ხელახალი არჩევნების დანიშვნაა. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილე ევენი ფარკასი ამბობს, რომ ამას შესაძლოა გარკვეული მოსამზადებელი სამუშაოები დასჭირდეს და მაგალითად მოჰყავს უკრაინის მაიდანი. მაიდანზე მაშინ მოვლენებში საერთაშორისო საზოგადოება ჩაერთო და დაეხმარა უკრაინელთა მოლაპარაკებას გარდამავალი მთავრობის შექმნის თაობაზე. შესაძლოა ეს იყოს ის, რაც საქართველოშიც უნდა მოხდეს. ოპოზიცია, რა თქმა უნდა, ამბობს, რომ მათ ხელახალი არჩევნების დანიშვნა სურთ, მაგრამ იმისთვის, რომ ახალი არჩევნები ჩატარდეს ისევე, როგორც ეს უკრაინაში მოხდა, კარგი იდეა იქნებოდა გარდამავალი მთავრობის შექმნა. ამიტომაც ვფიქრობ, საერთაშორისო საზოგადოების მეტი ჩართულობაა საჭირო, წინააღმდეგ შემთხვევაში ვშიშობ მეტი სისხლისღვრა მოხდება. საქართველოს მთავრობა გამოთქვამს იმედს, რომ 20 იანვრიდან მას შემდეგ, რაც ამერიკის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაიკავებს პოსტს, საქართველოსა და ამერიკას შორის ურთიერთობები გაუმჯობესდება. თუმცა ამერიკის მასთან საუბარში შეერთებული შტატების ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი დიპლომატი დენ ფრიდი ამბობს, რომ ყველაფერს საქართველოს შიგნით მიმდინარე მოვლენები გადაწყვეტს. ყველაფერი ახლა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მოხდება საქართველოში. ამერიკამ უკვე შეაჩერა სტრატეგიული პარტნიორობა. თუ საქართველოს მთავრობა განაგრძობს რეპრესიებს და ბელარუსის სცენარის განვითარებას, მაშინ რა თქმა უნდა ამას შედეგები მოჰყვება. საქართველო იქნება იზოლირებული თავისი პროდემოკრატიული პარტნიორების, ევროპისა და ამერიკისგან და რუსეთზე დამოკიდებული გახდება. ეს საქართველოს სუვერენიტეტს დაასუსტებს და ეს გადაწყვეტილება უკვე საქართველოს მთავრობის მისაღებია. მაგრამ შეუძლებელია, რომ მათ საკუთარ ხალხზე რეპრესიები განახორციელონ. მათ შეიძალადონ და ეს ამერიკასთან ურთიერთობაზე არ აისახოს. ორ კვირაზე მეტია, რაც თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში ანტისამთავრობო პროევროპული აქციები გრძელდება. ხელისუფლება მათ საპოლიციო ძალებით უპირისპირდება და არბევს. დააკავეს 400-ზე მეტი დემონსტრანტი. ბევრი ამბობს, რომ მათ ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ათეულობით დაშავებულია მათ შორის ბევრი მედიის წარმომადგენელიც, რომლებიც მიტინგებზე საკუთარ პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ.
საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ზომების მიღება იგეგმება ევროკავშირშიც. ორშაბათს 16 დეკემბერს ევროპის კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები გეგმავენ საქართველოს საკითხის განხილვას. ისინი იმსჯელებენ დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარების მოთხოვნაზე და დამატებით ზომებზე, მათ შორის სანქციების დაწესებაზე საქართველოს ხელისუფლების იმ წარმომადგენელთა წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მომიტინგეების მიმართ ჩადენილ ძალადობრივ ქმედებებზე. დღეისათვის სულ ეს გახლდათ, მე ხვალამდე გემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდით.